ყველაზე მეტად მეშინია ქოც არ დავამსგავსო, მაგრამ ამ ერთხელ უნდა მაპატიოთ. საკუთარი ნათქვამის ციტირება მომიწევს ბორის ივანაშვილივით. საქმეს დაჭირდა რა ვქნა. 2 კვირის წინ პოდკასტში ვამბობდი, ვერ მოასწრებენ კასპელი პროჭორულელები სოფელ ზემო ჩოჩეთში სასაფლაოზე 2 ტუალეტის აშენებას დათმულ ვადაში მეთქი და ისე დაელიოს იმ კაცს მთელი თავისი მილიარდები როგორც მართალი აღმოჩნდა. ვერ მოასწრეს. სოფელ ზემო ჩოჩეთის სასაფლაოზე 2 საპირფარეშოს აშენება გადაიდო. შესაბამისად გადაიდო საზეიმო გახსნაცა და ექსპლუატაციაში მიღებაც. ანუ მოთმენა მოგიზავთ სახლამდე ან ჩქებამდე. ერთი მხრივ ხოც სხვა რა უქნია დროულად ეს რომ ეკნა. მეორე მხრივ კი თითქოს ტუალეტის მშენებლობას რაღა უნდა. ამოთხარე 40 დაადგეს 4 კედელი, იმ 4 კედელს დაადგეს სახურავი და ეგაა. ხო და აი ეგ პირველი დავიწყდა. 40. როგორც ჭეშმარიტმა ქოცებმა უკუღმა დაიწყეს. ტუალეტები დაადგეს, სატესტო დეფეკაციისთვის შევიდნენ და ბატონო ბიძინა, აქ სად უნდა ვქნათო? 40 არ არის. 2 კვირის წინ რომ გაჩვენეთ ფოტოები, იმ ფოტოებზე ეგ მოსალოდნელი კატასტროფა უკვე ჩანდა. იატაკი იყო დასხმული, კაი სქელი ბეტონი იყო, ბლოკებით ამოყვანილი იყო 4 კედელი, ედგა სახურავი, მაგრამ არ ქონა ნახვეთი. მე ალბათ იცოცხლე მოუწიათ იმ ბეტონის იატაკის მტრევა პნევმატური ჩაკუჭით, მილების ჩაყრა, იმ სიფონის ჩადგმა, ჩაცემენტება, ახალ ფოტოებზე რო ჩანს. მე სადამ ეს ყველაფერი გაშრა, დაჯდა, მოკლედ გაწამდა ხალხი და დაიკარგა ძვირფასი დრო. იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ კასპის მერმა, აი იმ ამაგდარმა კაცმა, კასპი რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს გადაარჩინა. დაიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიან ოჯახებში ბავშვის საყვარელი. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება ქართულ ოცნებას გვერდში. ხომ გახსოვთ ბატონი ვახტანგი? ხო და აი, მაგან საგანგებო თათბირი მოიწვია. არ ხუმრო. თათბირს ესწრებოდნენ თავად ბატონი მერი ვახტანგ მაისურაძე, სამშენებლო კომპანია თეძამი 2016-ის წარმომადგენლები, საპირფარეშოების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტები და სხვა პასუხისმგებელი პირები. სამშენებლო კომპანიას მკაცრად მიეთითა, რომ პროექტის ღირებულება 11927 ლარია. მათ კი სულ 5660 ლარის სამუშაო შეასრულეს, ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი. კომპანიას დაევალა საპირფარეშოს მშენებლობის დასრულება. მაგრამ 31 ივლისის შემდეგ მოუწევს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა. დღეში 11 ლარისა და 9 თეთრის. ხომ ესმის დიდი იმედგაცრუება, როცა ელოდები დიდ ზეიმს და ვიღაც ჩაგიჯვამს. არა, ფაქტიურად ვეღარც კი ჩაგიჯვამს, როგორცაა. მოკლედ არ შედგა ეს ზეიმი. ამ საწყალმა მერმაც ისე რაკნას, რამდენ საქმეს ეყოს ეს სწორ სქესობრივ პოზიციებზე მდგომი ერთი კაცი. აქეთ კასპილგეებს დაძდევს, რომ ყველანი არ გააპარასტონ, იქეთ კონცერტებს აწყობს ჰეტეროსექსუალიზმის დღესასწაულებს. გაიგებდით, კასპში საოცარი კონცერტი ჩატარდა, თვით მასტერმა იმღერა და კიდევ სხვებმა, ასეთივე საიმედო ხალხმა. ხო და ჩვენი ტუალეტების ამბავი როგორ გაიქნება ახლა? აშენდება. არ ვიცით როდის, მაგრამ აშენდება. ეგ ხომ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, თვით პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოყოფილი ფულით. თანაც როგორი აქტუალურია, ერთის ნაცვლად რომ 2-ს დგამენ. სოფლის სასაფლაოზე, სადაც 400 კაცი ცხოვრობს, ცალკე კაცი ჭირის სუფრის ტუალეტი იქნება, ცალკე ქალი ჭირის სუფრისა. 100-ია საჭირო. ერთ ნახრეთში ვერ იზამენ. მე გთხოვთ, რომ ამ პოდკასტის კომენტარებში ყველა თითო გული დაუწერო და მადლობა უთხრათ ბატონ ვახტანგ მაისურაძეს, ქართული ჰეტეროსექსუალიზმის ამაგდარს. მადლობა, რომ ასეთ მაღალ პასუხისმგებლობას იჩენთ საქვეყნო საქმის კეთებისას და მოსახლეობას მუდმივად აბარებთ ანგარიშს ყოველი დახარჯული თეთრისთვის. იცოდეთ, რომ მთელი საქართველო გიჭერთ მხარს ამ საშვილიშვილო საქმეში, ტუალეტების მშენებლობაში. თვით რადიკალური ოპოზიციაც კი, მაგათაც ხო უნდა მოისაქმნოს სადმე. იმათ კი, ვისაც გაუკვირდა, საიდან ვიცოდი წინასწარ საქმის ასეთი შემოbrunების შესახებ, როცა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შემოუკარი განგაში ზარები ვერ მოესწრება ზემო ჩოჩეთში სასაფლაოზე ტუალეტების მშენებლობა მეთქი. აი, იმათ, ვინც ფიქრობს, რომ მესამე თვალი მაქვს ან მომავალში ვიყურები. ამათ ყველას ერთად პასუხობ. ტუალეტებს როცა აშენებ ბიძია, მომავალში კი არა, აჩკოში უნდა იყურო. ეგ მაინც არ გეშლებოდა პროჭოვილელებს აქამდე და მაგაშიც დაგიკარგავთ კვალიფიკაცია.